ჩვენი შეფასებით ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება გახარიას მიმართ, რაც პრინციპში დაანონსა კიდეც 21 ოქტომბერს, როდესაც ის გამოვიდა და განაცხადა გახარიას და მისი გუნდის შესახებ. მთელი ეს პროცესი ძალიან კომიკურად გამოიყურება ერთი შეხედვით, მაგრამ მეორედაც თუ შევხედავთ, ძალიან ძიმედ დგას პრინციპში საქართველოსთვის საკითხი, იმიტომ რომ დავიწყოთ იმით, რომ თვითონ კომისია, რომელიც ნაციონალური რეჟიმის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნეს, უკვე გახარიას იბარებენ მეორედ, მაშინ როცა იმ რეჟიმის შემქმნელები არც დაუბარებია ძალიან. ეს რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გაძლევთ თქვენ? რომ კომისია, რომელიც თითქოს ნაციონალური მოძრაობის საქმის გამოსაძიებლად შექმნა, თქვენმა გახარიას ყოფილმა გუნდმა დღეს მას მიადგა დასაჭერად, ეს რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ? ჩვეულებრივად არის ბიძინა ივანიშვილის გამოგონილი მექანიზმი, რომ მის ყველაზე ძლიერ ოპონენტს შეებრძოლოს და მისი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ასე ვთქვათ, გაანეიტრალოს. ხო? არა მარტო, ოპოზიციის ბევრი ლიდერია ციხეში, ყველა თითქმის იგივე კომისიაზე არ მისვლის გამო და თუმცა ჩემი შეფასებით სააკაშვილს ის დიდი ხანია ციხეში. ჩემი შეფასებით ვიტყვი, რომ ეს კომისია და მისი ეუცებ გადახტომა 20 ივნისზე და შემდეგ გახარიას საკითხზე და მე ისევ დაბრუნება და ეხლა ისევ აქეთ გადმოსვლა ეგ თავიდან ბოლომდე მეტყველებს იმაზე, რომ ამ კომისიის შექმნის ერთ-ერთი მიზანი და მიზეზი იყო სწორედ ის, რაც აღვნიშნე. გარდა ამისა, კომიკურია მეთქი. კომისია არ გაგიწყლეთ აზრი, დაგიბრუნდებით მაგ საკითხით, კომისიას ივანიშვილის რეჟიმი იყენებს მათ შორის იმ მიზნისთვის, რომ ოპოზიციის ბოლო ლიდერი, რომლის მიმართაც დაჭერის საფუძველი არ ქონდა, ეს საფუძველი შექმნას, ასეა ეს გახარია, თორემ სხვა ყველას წინააღმდეგ საქმე აღძრულია. გახარია მივიდა კომისიაზე და ის იმიტომ არ არის ახლა ციხეში სხვების მსგავსად. ახლა აპირებს ის მეორედ მისვლას კომისიაზე. პირველ ჯერზე, როდესაც გახარია მივიდა, ისინი მე მგონია რომ საერთოდ არ ელოდნენ ამათ არ მიცა იმის საფუძველი, თუმცა ამის შემდეგ უკვე აქტიურად მუშაობენ, რაც ისედაც ძალიან კარგად ჩანს. გავყვები იმას, რომ კომიკურია მეთქი ვახსენე იმიტომ, რომ ჩორჩანას ეპიზოდი არის საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც ქართულ მხარემ მოახერხა ტერიტორიების შენარჩუნება ყოველგვარი სამხედრო ესკალაციის გარეშე. მოგეხსენებათ, ეს პროცესები 2016-19 წლებში მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად. ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ საზღვართან იტაცებდნენ ადამიანებს და სწორედ ამ პერიოდში საოკუპაციო ხაზთან. დიახ, ოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან და ზუსტად ამ პერიოდში მოხდა ასევე 4 ადამიანის გადაცემა. ამის შემდეგ ამ დროს იყო ანატოლი, რომელიც არის მაშინდელი ოსეთის პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად საარჩევნო პროცესს და საარჩევნო კამპანიას ატარებდა ამის მიხედვით და ის თავის ამორჩეულს პირდებოდა, რომ ის დაუბრუნებდა ამ ტერიტორიებს, მათ შორის შედიოდა ჩორჩანა, ჩორჩანას გარდა იყო იქ 27 ტერიტორიის ჩამონათვალი, მათ შორის იყო თრუსო, დარიალი, გუდაური, კობის ნაწილი, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა ოსეთის იურისდიქციაში და ისინი ხელმძღვანელობდნენ 1922 წლის ეგრეთ წოდებული ოსური ძველი რუკით, რომელიც უკვე დაწყებული იყო ეს პროცესი და მათ გავლებული ჰქონდათ კრასკის ეგრეთ წოდებული საკრასკო მარკები, სადაც უკვე შემდეგ იგეგმებოდა მავთულ ხართების გავლება. აი ეს ოპერაცია მოხდა, შესრულდა ძალიან მაღალ პროფესიონალურად და ეს იყო ერთადერთი ოპერაცია, რომელმაც ყოველგვარი ესკალაციის გარეშე საქართველოს შეუნარჩუნა 1000-ობით ჰექტარი. და დღეს ბიძინა ივანიშვილის ის ბოდიში, რომელიც მან მოიხადა ჩვენი ოკუპანტების მიმართ, ის არის ამსავე ამ საქმის გაგრძელება, იმიტომ რომ დღეს გიორგ გახარიას ედავებიან, მან როგორ გაბედა შეენარჩუნებინა საქართველოს მიწა, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ ისტორიულად და მან როგორ გაბედა, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტ ქვეყანას. ამ კონტექსტში 2008 წლის ომის მთავარსარდალი, მაშინდელი საქართველოს მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილსაც იგივე მიზეზით დევნის ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებით, იმიტომ რომ თქვენ ახლა იგივე საბაბს ამბობთ გახარიას წინააღმდეგ. ხო, ძალიან საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სხვა საქმე არის აღძრული, აგერ კიდევ პირდაპირ ხედავთ გიორგი გახარიას მიმართ როგორი საქმეა აღძრული, ხო, აქ უფრო გაცხადებია. ალბათ კომისიაზე არ მისვლის საქმეც, რომ არ მისულიყო, ამიტომ საბაბს აქვს აქ მნიშვნელობა თუ შედეგს თქვენი აზრით.
რა არის გაცხადებული, ამას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი საქმით ხდება, ხო, ამის წარმოება მე რაც ფაქტი არ არის, შესაბამისად ფაქტი დამდგარი არ არის, რომ გიორგი გახარიას შემთხვევაში ეს ხო ძალიან ცხადია, შემთხვევა ძალიან ცხადად ხდით ამას. რაც შეეხება გიორგი გახარიაზე მკითხეთ მივა თუ არა მეორედ კომისიაზეო, ამას თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ერთჯერ დაიბარებენ, ორჯერ თუ სამჯერ გიორგი გახარიას დასამალი არაფერი არ აქვს ამაზე ზეგავლენას. ამას თვითონ გადაწყვეტ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ხო დღეს გავიგეთ პირველად რომ იბარებენ მას კომისიაზე, მას დასამალი არაფერი არ აქვს, ამაზე ზეგავლენას ვერც ერთი მხრიდან ბულინგი ვერ მოახდენს, ეს ბევრჯერ დაგვიმტკიცებია რომ ეს გარე ფაქტორები ამას ვერ ახდენს, შესაბამისად ამასაც დაველოდებით და ვნახოთ რა იქნება. თქვენ ახლა გისმენთ ვიკა და პარტიის სტრატეგია როგორც ჩანს არ იცვლება, მარტო თამაშობს გახარიას პარტია. ყველას წინააღმდეგ. ყველას წინააღმდეგ არ დავარქმევდი ამას, გიორგი გახარიას პარტია თამაშობს და იბრძვის. ყველასთან შეუთანხმებლად ამას დაარქმევდით? ქართული ინტერესების დასაცავად შეთანხმება ეხება, როდესაც შეთანხმებაზე მიდგება ხოლმე საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების საერთო ინტერესების გამოკვეთა. რაც საერთო ინტერესი არ არის, მასზე შეთანხმება ვერ მოხდება. ჩვენთვის სახელმწიფოებრივი ინტერესის თემები დგას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი შეთანხმება და ჩვენი ერთობა ნებისმიერ გუნდთან შესაძლებელია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესს. იმის მიღმა ვიღაცის პოლიტიკური გემოვნება, ვიღაცის პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ჩვენი თვალსაზრისით ხშირ შემთხვევაში შესაძლოა აცდენილი იყოს იმ რეალობას, რომელ რეალობასაც ჩვენ ხედავთ და რომელ რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერავის თვალის მოსაჩვენებლად ვერავისთან ერთად ვერ ვითამაშებთ, ხო? იქედან გამომდინარე, რომ ეს ისევ ადამიანებში, ისევ მოქალაქეების მოტყუება გამოდის, რაც შეეხება თვითმმართველობის გადავალ თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ მაყურებელი რომ არ დავტოვოთ შეცდომაში შეყვანილი, კომისიაზე არ მისვლაზე შეთანხმება არსებობდა გახარიას პარტიის მხრიდან, პრეზიდენტის ფორმატში აღებული ხელმოწერილიც და იქ მისვლა იყო სიურპრიზი. იქ ინფორმაციის მონაწილე ძალებისთვის მე ეს განიმარტა რომ ეს არ იყო პირადად გახარიასთან შეთანხმებული, თუმცა ბატონის კიტიშვილი აწერდა ამ შეთანხმებას ხელს და ეს იგულისხმებოდა რომ იყო პარტიის პოზიცია, რადგან ის წარმოადგენდა პლატფორმაზე ამ პოზიციას. ანუ პირველი მისვლა გახარიასი იყო ამ შეთანხმების დარღვევა, ასე აღიქმებოდა ეს იმ პლატფორმის მხრიდან, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენდა. ამიტომ ისმება ახლა ეს კითხვა, ამჯერად რა სტრატეგია აქვს გახარიას, როგორ აფასებს პირველ მისვლას, ანუ მას პოლიტიკურად ეს მისვლა გაუმართლდა იმ შედეგებით, რასაც ისდებდა მისვლის ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე არის ეხება მას პირადად. შესაბამისად არის გიორგი გახარიას გადასაწყვეტი. ამას გუნდი არ წყვეტს და ამას არ თათბირობს ამის თაობაზე გუნდთან. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ყველა თათბირობთ და ყველა ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ეს მასია, იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობაა, მას ეხება ეს საქმე, შესაბამისად არც რაიმე გაერთიანების, არც რაიმე ერთობის და რაღაც კოალიციების გადასაწყვეტი ეს არ არის. მე ასე ვფიქრობ, არც ხვების შემთხვევაში არ იყო ეს გადასაწყვეტი, ყველას ქონდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ყველას გადასაწყვეტი ოპოზიციის ფლანგზე დღეს თქვენი აზრით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა არ არის, კომისიაზე მისვლა არ მისვლა არ არის. რა არის საერთო გადასაწყვეტი? ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, როდესაც საქმე ეხება პოლიტპატიმრებს და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას და ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას. ეს ორი საკითხი არის, რაზეც ყოველთვის ყველასთან. აქამდე მისასვლელი ტაქტიკურ გზებზე არა. აქამდე მისასვლელი ტაქტიკური გზები ჩვენი ხედვით აშკარად განსხვავდება, იმიტომ რომ მოდი თვითმმართველობაზე რო ვამბობთ, ხო? თვითმმართველობის პროცესი რო დავინახოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. 2 თვის წინ გამოვიდა ოპოზიციური მხრიდან რამდენიმე კოალიციის ლიდერი, საკუთარ კოალიციებთანაც არ ქონდათ შეთანხმებული და ისე განაცხადეს ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავდივართ ბოიკოტში და ბოიკოტში ვინც არ მოდის ჩვენთან ერთად არის ყველა მოღალატე. შეგვითანხმა ამ გადაწყვეტილებას რო იღებ და ან საკუთარ კოალიციებს შეუთანხმა, საერთოდ განხილვა იყო ამაზე, არ ყოფილა ხა დღეს იძახენ რომ იყო, მაგრამ იტყუებიან, არ ყოფილა არანაირი განხილვა, ისინი უბრალოდ გამოვიდნენ, მიიღეს თვით გადაწყვეტილება და მე გადაწყვეტეს რომ შანტაჟის ფონზე რაღაც ვიღაცეების დაბულინგების ხარჯზე შეგვიყვანდნენ აი ამ ბოიკოტის პროცესში. ჩვენზე ეს არ მოქმედებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ ესეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მსჯელობებს, უნდა ეფუძნებოდესაც პოლიტიკურ მდგენელებს, რომელიც შემოდის პერიოდულად გადაწყვეტილება მიღებული არა, ვიღა? წინასწარ არა, ჩვენ როდესაც დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და მზად ვიყავით, რომ ნებისმიერ
თემაზე გვესაუბრა, ღიად გვესაუბრა და მე ამ გადაწყვეტილებაზე ხა ჩვენი ყველა თავისაზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ ხო არ გამოსულვართ და არ დაგვიძალები არავისთვის, რომ აი ხა მე გავდივარ და მოდი შენც გამოდი. იმიტომ რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, მე ესე ვფიქრობ. სწორად, მაგრამ მე შენ ვერ დაგაძალებ, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, იმიტომ რომ შენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები არის თემა, სადაც ინდივიდუალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს პარტიებმა? თუ ვერ თანხმდებია პარტიები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეთანხმება არ გვიცდიაო, ეს თქვით თქვენ. პირდაპირ იყო განცხადებები, პოზიციების. შეთანხმება, ნახეთ, პირველი ვისგან წამოვიდა ეს თემა, ხო, შეთანხმება. პირველი ვისგან წამოვიდა. დიდი ხანია ვიცი თქვენი პარტიის პოზიცია და დიდი ხანია ვიცი მათიც. ხო, დიდი ხანია ვიცი, პირველი ჩვენ არ გაგვიცხადებია ამ თემაზე. პირველი განაცხადა მეორე მხარემ, როდესაც გამოვიდა თქვა, რომ ბოიკოტზე გავდივარ. ჩვენთვის ხო ეს ძალიან ცხადი, ხა თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს, გაცხადებული გაქვს, რომ მე რა შეთანხმებას ვთხოვ, ხო, შენი გადაწყვეტილება მიღებული გაქვს, ეხა მე დავიწყო შენთან, რომ აი მოდი და რომ გავიდეთ პარტიული კინკლაობის ჭრილიდან, მოდით გავიდეთ ერთი წუთით და შევხედოთ კრიტიკული საზოგადოების თვალით, ოპოზიციის სამორჩევლის თვალით, თუ მარტო დარჩა გახარიას პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ივანიშვილის პირისპირ და კიდევ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში გასული კოალიციებიდან თუ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა, ამ შემთხვევაში გაქვთ თუ არა წინასწარი პასუხი? ნახეთ როგორ არის დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენთვის ბოლო პროცესებიდან გამომდინარეც, რაც თუნდაც დღეს ხდება, გუშინ ხდებოდა და ეს ბოლო პროცესები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა რომ ამ არჩევნებში არ გავიდეს ოპოზიცია და მისთვის ეს არის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა. თქვენი ოპონენტები პირიქით ამბობენ, ის ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, მათ შორის საქმეც ამიტომ აღძრეს. ჩვენ პირიქით გონია, რომ საქმე იმიტომ აღძრეს და ყველა ის შემოტევა, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, კეთდება, იმიტომ რომ ჩვენ არჩევნებში არ გავიდეთ, ამას ძალიან ცხადყოფს. ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან ცხადყოფს ბოლო დროს მიმდინარე პროცესები, გარდა ამისა ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ამაზე გავლენა არ მოუხდენ ხა არც ნაცრ მოძრაობას არასდროს და არც ქართული ოცნების ამ შანტაჟის და ამ მთელი შევიწროების რაც მთელს ნაკადს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია. ხო, ჩვენ იღებთ ამ ადგილობრივ არჩევნებში გასვლის შემთხვევაში მარტო. უგებთ ივანიშვილს? აქ საქმე მოგებაზე და რისხვებზე არ არის. ეგ არის ბრძოლა, ხო, ვიღაცისთვის ამ ბრძოლაში შედიხართ ამ საკრებულოებში მე თუნდაც რამდენიმე მანდატით? იცით რა, მე მინდა რომ ერთხელ კითხოთ იმ ოპოზიციას, რომელიც ახლა საკრებულოებში არიან წარმოდგენილი, ბოიკოტში რომ არიან გასული, რეგიონებშიც და გარდა თბილისისა არსად არა აქვთ ბოიკოტი. ხო, მაშინ გამოიყვანო და დაატოვებინონ იმ საკრებულოებშიც ის მანდატები, რომელიც აქვთ ახლა დღეს, ხო, თუ არ თანამშრომლობენ. ავთ სასამართლოებში დავდივართ, გადასახადებს ვიხდით და რა ვიცი, თანამშრომლობა რაც თვითონ ესახებათ ეგ არის მარტო, რა ვიცი, მაშინ ყველაფერი თანამშრომლობა მაგ ლოგიკით და მათი ლოგიკით თუ მიუძგებით. არჩევნები იყო აქ საუბარი ახალ არჩევნებზე, იმის მერე რაც მოხდა ის არჩევნები, რომელმაც ცესკოს გამოცდებზე გადიან ყოველდღიურად, ხო? ეხლა ცესკოს გამოცდები იყო სულ რაღაც ერთი კვირის წინ და ყველა პარტია გავიდა ამ გამოცდაზე, მათ შორის ბოიკოტში გასული პარტიები, რა ვიცი, ესეც თანამშრომლობა გამოდის მათივე ლოგიკით, ხო? ჩემი ეს არ გამოდის თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ომში შესული, ამ ომში არის პატარ-პატარა ბრძოლები. ვიღაცა ერთი ბრძოლისთვის არის მზად, ვიღაცა ბევრი ბრძოლისთვის არის. შეიძლება ერთი ბრძოლა წააგო, მაგრამ სხვა ბრძოლები არ გამოტოვო იმის გამო, რომ ერთი ბრძოლა წააგეთ. თვითმმართველობის არჩევნებიც არის ერთ-ერთი ბრძოლა ამ ბრძოლათაგან, რომელიც შენ უნდა გამოიყენო. ეხლა რო იძახენ, რომ ლეგიტიმაციას მისცემს, აი, ვის თვალში მისცემს ლეგიტიმაციას? თვითონ თავიანთ თვალში? თუ იმ ხალხის თვალში ვიცი, სადაც ქართულ ოცნებას აძლევს, ქართულ ოცნებას ვიცი. ოპოზიციურ ამორჩეველზე აქ საუბარი. კვლევაც დიდი გამოხმაურებით სწორედ ამაზე იყო აქცენტირებული, თუ ნახეთ გუშინ. კი, ამ კვლევაში ხო, ჩვენ ამ კვლევაში ძალიან ცხადია, რომ თქვენ როგორ კითხულობთ ამ კვლევას? ხო, ამ კვლევას კითხულობ, იმის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი ბრძოლის ველი, სადაც უნდა იბრძოლოს ოპოზიცია. 55% ოპოზიციის ამორჩევლის ამბობს, რომ უნდა იბრძოლოს, ოღონდ ამათგან 54% მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში უნდა იბრძოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ მანამდე ან ერთდროულად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ამ ნაწილში რა შვებით? აი, ყველასთვის კარგი იქნება ალბათ თუ ერთად ჩატარდება, თუმცა თუ ეს მოცემულობა არ დადგა, ჩვენ თვალთახედვით არის ესე. როდესაც შენ აცხადებ რაღაცას წინააღმდეგობის ამბიცია გაქვს პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გადმობირების ამბიცია გაქვს,
მაშინ უნდა დარჩე პოლიტიკაში და იბრძოლო თუნდაც იმ შევიწროებული მექანიზმებით, რომელიც შენ გაქვს, შენ ხელთ არსებული. თუნდაც გახარიას დაჭერის პირობებში. აი ლეგიტიმაცია ხო გახარიას დაჭერის პირობებში. ყველაზე ნაკლებად ეშინია ალბათ დაპატიმრების. მე არ მიკითხავს მას ეშინია თუ არა. მე გეკითხებით რეალობას თუ გახარია ციხეშია, მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შედის. გუნდია ხო პარტია ბევრი ადამიანი ყავს, ვინც ამ პარტიას ამუშავებს და აცოცხლებს. ხო აი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში კიდე ლეგიტიმაციაზე მინდა რომ ვიღაცამ გამცეს ამაზე პასუხი, რომ ლეგიტიმაციას მიცემს, ვის თვალში, ოპოზიციურ ამორჩევის თვალში ხო არ მიცემს ამ ლეგიტიმაციას. ვინც ისედაც ქართულ ოცნებას აძლევს ხმას, იმ ადამიანების თვალში ხო ისედაც ესე ლეგიტიმურები არიან. საერთაშორისო თანამეგობრობა გეუბნება, რომ ჩვენთვის არ არის ეს ლეგიტიმაცია, პირიქით გამოიყენეთ ეს ბერკეტი იმისთვის, რომ ვინ გეუბნებათ ამას ასე ღიად? არ ვიცი, ვინ გეუბნებათ? დროის განცხადებები ყველა სხვადასხვანაირად წაიკითხეს, მათ შორის ევროპარლამენტარებმაც განმარტებები გააკეთეს, რომ ვინც ვიცით, ყველამ ესე გადაწყვეტა. იმ შემთხვევაშია ამაზე საუბარი, თუ სამართლიან პირობებში ჩატარდება ეს არჩევნები და იქ იქნება ცვლილება. თალსახად მონაწილეობაზე არ არის გავალთ, ჩვენ თუ არ გავალთ არჩევნებზე, თუ არავინ არ გავა არჩევნებზე, ვისაც რეალური წინააღმდეგობა შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად ჩაატარებს ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას არ დასჭირდება არანაირი ტიპის გაყალბება. შესაბამისად, ხო, რასაც დღეს აკეთებს, ახლა თუმცა იყოლება ერთპარტიული გამოიგონებს ხო იქ ჩება ვიღაცა სხვა ოპოზიციები, რომლებიც მეორე დღეს წავლენ და ევროპაში ისე დაუწყებენ გინებას ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ვერ ვაჯობებთ ვერანაირად და მე ამ ბუღალტერიაში არავინ აღარ შემოვა, არავინ არ დაიწყებს იმის გარკვევას, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის ყალბი ოპოზიცია. ამის საფრთხე არ არის მონაწილეობის შემთხვევაშიც? მონაწილეობის შემთხვევაში რა კონტექსტში? იგივე თქვენ თქვენზე. რომ ჩვენ ვიყოთ შესაძლო ყალბი ოპოზიცია. უკვე არის ეჭვები ასე ვთქვათ. ეს ძალიან უცნაურია იმ ადამიანების მხრიდან, არ ვიცი ხო, ჩვენზე დიდი ხანი ამას ამბობენ, რომ აი ხან ბიძინას გეგმა ბევართ, ხან ისა ვარ. გახარია პრემიერი იყოს, ის პირველი ნომერი იყო, ახლა ეს კითხვები არის, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში. მაგრამ ეხა ეს ბოლო დღეები რასაც ვაკვირდები, ხო ძალიან უცნაური დუმილია, იმიტომ რომ რაღაც არ ემთხვევა ლოგიკაში ერთმანეთს, იმიტომ რომ გიორგი გახარია, რომელიც ქართულ ტერიტორიებს რუსეთს არ უთმობს, რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის კაცი, რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილის კაცი, იმიტომ რომ პირდაპირ დაპირისპირებაშია. ეხლა თუ ვიღაცა ერთი წლით ყავთ გაშვებული ციხეში კომისიაზე არ მისვლის გამო, გიორგი გახარიას მიმართ არის უფრო გაცილებით დიდი საფრთხე და რაღაცა ის ყველაფერი ხო ლოგიკური ბმა არის ერთმანეთთან, ამიტომ მე მგონია რომ იმ ადამიანებმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედონ. სულ ბოლოს ვიკა, როგორ გონიათ განაჩენი როდის დადგება გახარიას ამ მრავალ მუხლიან სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გაცილებით ბევრწლიანია, როგორც თქვენ ვარაუდობთ, ვიდრე 1 წელი ადგილობრივ არჩევნებამდე თუ მერე? არ ვიცი, ხო ამაზე თუ საუბარი ძალიან რთულია ეხა დღეს, იმიტომ რომ ეს რაღაცები დღეს გაცხადდა პირველად. გიორგი გახარიას დასამალი არაფერი აქვს. ავიცი, ჩვენ დღემდე ვამაყობთ, რომ ეს იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც შევინარჩუნეთ ქართული მიწა ყოველგვარი ესკალაციის გარეშე. ამას აღიარებდნენ თვითონაც, როდესაც ჭირდებოდა და ამით ამაყობდნენ თვითონაც და დღეს ეს თემა როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლების საფუძველი გახდეს, რომ ქართული მიწა არ გაატანა ოკუპანტებს.